Salmebit, მე ვარ იანო ალიბეგაშვილი, ოპერის მომღერალი და ვსარგებლობ საერთაშორისო სცენებზე სახელით იანო თამარ. ჩემი საქმიანობა რა თქმა უნდა გრძელდება ჩემს პროფესიაში, მღერის სხვადასხვა თეატრში, უფრო ნაკლებად რა თქმა უნდა, ამის გარკვეული მიზეზიც არის. და მე ვცხოვრობ უკვე 36 წელზე მეტია იტალიაში ვცხოვრობ და იქ ვაგრძელებ ჩემ ოჯახთან ერთად ცხოვრებას. საერთოდ ყველა მომღერლისთვის, ყველა მსახიობისთვის არის ყველა ქვეყნის სცენა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საპასუხისმგებლო. არასოდეს არ მქონია ესეთი განხილვა ჩემ თავთან რამდენ თეატრში და სად მიმღერია. და ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან თეატრებში მაქვს ნამღერი. რა თქმა უნდა, ლასკალა ეს ჩვენი აკვანი არის საერთოდ. მილანის ლასკალა არის არაერთხელ მქონია იქ მნიშვნელოვანი პროექტები. ეს ძალიან კლასიკური არის დედა, რა თქმა უნდა, დედა არის ყველაფერი ოჯახში. ის იმდენად იყო შეყვარებული ხელოვნებაზე, რომ ყველა შვილი აი ესე ხელოვნების გზაზე დააყენა. ძმა მყავს არქიტექტორი, ჩემი უფროსი და არის პიანისტი, ჩემი პატარა და არის ვოკალისტი და მეც აი ეგეთ საოპერო მომღერალი ვოკალისტი. მე ვსწავლობდი კონსერვატორიასთან არსებულ 10 წლებში და არც ისე ადრე, ხოთიშორის ვიქნებოდი დაახლოებით 18 წლის მერე, დაახლოებით არ მახსოვს, როდესაც დედამ შემთხვევით მისმენდა, რომ იმიტაციას ვუკეთებდი მის უახლოეს მეგობარ დასავით იყო ლამარა ჭყონიასთან, ცნობილი მომღერალი, ჩვენი უფროსი თაობის და აიქ იმიტაციას ვუკეთებდი ლამარა ჭყონიას და დედამ თქვა, რომ შენ მე მგონი ძალიან დიდი მიდრეკელება გაქვს აი ამ საოპერო ხმისკენო და მიმიყვანა თვითონ ლამარა ჭყონიას და პირდაპირ მასთან მიმიყვანა. და პირველი ნაბიჯები სწორედ ლამარა ჭყონიას ეკუთვნის. და ჩემი სწორედ ეს ენერგია მე რაც ჩამიდო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ ჩემი საოპერო ხელოვნების ცხოვრებაში, რომ რა ენერგიაც ჩამიდო ლამარა ჭყონიამ და რამ ხელა სტიმული მომცა, ის არასოდეს არ გამნელებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან მომადლი. მე აბსოლუტურად არ ვიყავი დაინტერესებული ამ ხელოვნებით და ძალიან შორს იყო ჩემგან, ვინაიდან მე ვიყავი გატაცებული უფრო თეორიულ საკომპოზიციო განყოფილებაზე. ეს ძალიან მიყვარდა თეორიულ საკომპოზიციო. სადაც ვსწავლობდი მე კონსერვატორიის ექსპერიმენტული სკოლა, სწორედ ამ დარგზე ვსწავლობდი. ძალიან მოხდა ის, რომ ლამარა ჭყონიამ იმხელა სტიმული, იმხელა რაღაცა ენერგია მომცა, რომ საერთოდ გადამიბირია იქეთ საოპერო ხელოვნებისკენ და რაღაცნაირად ვოცნებობდი, რომ მასავით ესეთ ლამაზ ცხოვრებას გავცნობოდი. იმიტომ რომ აქტიური მომღერალი იყო კიდევ ლამარა ჭყონია, როდესაც მე მივედი მასთან გაკვეთილების მისაღებად და ამიტომ ეს პროცესი მათ ძალიან დიდად იმოქმედა ჩემზე და ძალიან შთამბეჭდავი იყო და რაღაცა ხიბლი შეიძინა ჩემში, გესმით და რაღაცნაირად წავედი და ნელ-ნელა შევედი და დღემდე აქ ვარ. კი. საიდუმლო აქ არაფერი არ არის და საერთოდ მე დავიწყებდი იქედან, რომ ყველაფერი არის ბედი, ნამდვილად. ნიჭი, ტალანტი, ეს შრომის მოყვარეობა, ყველაფერი ეს თუ არ არის შერწყმული იღბალთან. ცოტა რთული არის და ალბათ მე გეტყვით პირდაპირ, რომ იღბლიანიც აღმოჩნდი. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი თავისი კუთხის ხასიათს არ კარგავს. ჩვენ გვაქვს აი ეს ფესვი, სადაც ვართ დაბადებულნი, იმას ყოველთვის იმაზე ვართ გამობმულები ყოველთვის. ამიტომ აქ ზედმეტია დაგიმტკიცოთ, რომ მთის ხასიათი, დიახ, მთის ხასიათი მაქვს გამომყვა და რა თქმა უნდა, სადაც ცხოვრობ მე 26 წელია იტალიამ, კიდევ სხვა რაღაცა გარკვეული თვისებები შემძინა, ასე რომ გაბალანსებული არის ეს ყველაფერი.
შემძინა საერთოდ სხვადასხვა მიმართულებები საერთოდ ადამიანთან ურთიერთობის ცხოვრებასთან მიმართებითაც და ძალიან ბევრი თვისებები, რომელმაც ძალიან დამაბალანსა, იცით? ჩვენ ძალიან ემოციურები ვართ ქართველები საერთოდ. იტალიელებიც ძალიან ემოციურები არიან, მაგრამ მათ უკვე ამდენი საუკუნეების რაღაცა გარკვეული ტრადიციები აქვთ, სადაც უკვე სხვა ცხოვრება მიდის უკვე იტალიაში, იცით? უფრო გათანამედროვებულები არიან, ეს შეიძლება ძალიან ცუდად გამომივიდეს, რა ჩვენ რა ჩამორჩენილები ვართ, მაგრამ ჩამორჩენაზე არ არის. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგეყვებით. დედა როდესაც გარდაეცვალა, მე იტალიაში ვიყავი. მე რო არ მყოლოდა ის ხალხი, ძალიან ესეთი ტრაგედია არ მომიწყვეს და ამან ძალიან გადამარჩინა. მათ ძალიან რელიგიურად გამიტარეს, ძალიან წყნარად შეხვდნენ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვიბადებით, მივდივართ, ეს ყოველთვის ასე ხდება და ასე რომ ძალიან ჩვეულებრივი ის მეორე ცხოვრებას განაგრძობს, ის ყოველთვის შენთან იქნება. ძალიან ისეთი გაბალანსებული ცხოვრება იყო და ძალიან გვერდში ამომიდგნენ. ძალიან. ცით ხო აი, იტალია ჩემთვის არის მეორე სამშობლო და ძალიან ვუმადლი საერთოდ მაგ ქვეყანას, იმიტომ რომ მე ჩამომაყალიბა როგორც საოპერო მომღერალი. ეს იყო ისევ დედაჩემის წყალობით, თქვათ, წყალებში, იმიტომ რომ როდესაც ლამარაჭყონია მომამზადა და უკვე გრძნობდა დედა, რომ მე მზად ვიყავი, შევსულიყავი კონსერვატორიაში. ბოლო ისე მოხდა, რომ შემდეგ ბოლო თვეები იულია ფალიაშვილთან ვემზადებოდი მისაღებ გამოცდებზე. ძალიან ლამარაჭყონია მე რასაც მინერგავდა და ასევე გააგრძელა იგივე იულია ფალიაშვილმა, ეს იყო დისციპლინა. მე ვიყავი არადისციპლინებული. და ეს არ მაპატია ლამარაჭყონიამ და გამიშვა კლასიდან. მე შენი ძიძა არა ვარ და აღარ მიგიღებ ჩემს კლასშიო. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები აი დებივით იყვნენ დედა და ლამარა. და შემდეგ აი ეს წამოვედი იქიდან ძალიან ტიროდი, იმიტომ რომ მე უკვე აზარში ვიყავი შესული. და შემდეგ ნოდა რანდღულაძემ გაგვაგზავნა იულია ფალიაშვილთან და აი ასე მოხდი იულია ფალიაშვილთან. და ახლა გავაგრძელებ იმ საკითხს, რატომ იცოდნენ რომ მოხევე ვიყავი. დედა შევიდა კულტურის მინისტრად, მაშინდელ კულტურის მინისტრს ბადურაშვილი იყო. და ეუბნება, რომ ჩემი გოგო წელს აბარებს კონსერვატორიაშიო. და თან არც ქონდა შეთანხმება კულტურის მინისტრად, პირდაპირ დაადგა თავი და შევიდა. იქ და ვინდა არ ვიცი, მაშინ უფრო ესეთი არაფორმალობაც მოდიოდა. და ბადურაშვილმა უთხრა, რომ თუ ასეთი მაგარია ეს გოგო ჩაბარებს, რაში გჭირდებითო ჩვენო კულტურის სამინისტროდანო. არა თქვენ უნდა შეამოწმოთ, რომ იქ არ მოხდესო რამე უსამართლობაო. და ალბათო არ არისო ძლიერიო სოლფეჯიო და დანარჩენ საგნებშიო. როგორ არაო? თეორიული საკომპოზიციო დაამთავრა ექსპერიმენტული სკოლაო. აბა მოგვიყვანეო და გამსიჯა მე ბადურაშვილმა სოსო კეჭაყმაწესთან ერთად უდიდესი ადამიანი, უდიდესი კომპოზიტორი. კაბინეტში ჰქონდა როიალი მინისტრს შევედით, იქ ჯერ მომისმინეს და ვატყობდი სახეზე რომ ძალიან მოვეწონე. შემდეგ სოსო კეჭაყმაძემ გამსინჯა სხვა მუსიკალურ იმაში, რა ქვია, გამოცნობა სოლფეჯოზე რაღაც რთულ რთულ იმებში გამოცდა ჩამიტარა და ძალიან ალბათ თქვენს რომ ამას ახლა არ სჭირდება დახმარება და ისეთი განსაკუთრებულიო და მართლაც გამოცდებზე გამოაგზავნეს. მე იყო რაღაცა პატარა სახუმარო დიალოგი მასთან ბადურაშვილთან მინისტრთან და დედას შორის და იქ დედამ გააცნო რომ მოხევე ვარ და ასე შემდეგ.
და აი ამიტომ იყო ის ლეგენდაც რომ ვიღაცა მოხევე მოვიდაო ძალიან მაგარი ხმისო რომელიც აბარებს კონსერვატორიაში გამოცდებს. ეს იყო დედას სწორედ ესეთი დაჟინებული თხოვნა და კულტურის სამინისტროდან იყო ერთი წარმომადგენელი რომ გამოცდაზე ყოფილიყო ობიექტურობა. მე დავიბადე ბრწყინვალე ოჯახში. ბრწყინვალე სადაც ყველა საუკეთესო ადამიანური თვისებები სუფევდა. მამა ჩემი იყო რაია კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ყაზბეგის რაიონში და გეტყვით რომ ის იძახდა ყოველთვის რომ ჯერ გაჭირებულ ოჯახებს უნდა მივხედო და შემდეგ მეორე რიგში არიან დანარჩენები, ვისაც ისე არ უჭირს როგორც იმა და ყოველთვის ესე გაჭირებულს ეხმარებოდა. მამა ჩემი, დედა ჩემი კიდე ნიჭიერთა აწლედი დაამთავრა საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის და ძალიან ნიჭიერი იყო როგორც თვითონ მეუბნებოდა, მაგრამ ვერ შეძლო გაეგრძელა ეს პროფესია, რადგან გათხოვდა და შემდეგ შვილები გააჩინა და შვილებს მიხედა და აი ასე. და სწორედ დედა იყო ძალიან გათვითცნობიერებული ხელოვნებაში საერთოდ მის ყველა დეტალში და ყველა წახნაგში. ამიტომ იყო რომ ესე იგი ხელოვნებაში შეიძლება რომ იყოს უსამართლობა, სადაც ყველგან არის, მაგრამ მაინც ამიტომ შევიდა მინისტრთან და სთხოვა რომ ყოფილიყო იქ მოწმედ რომ თუ ღირსია ჩააბარებს და თუ არ არის ღირსი ვიცოდეთ. მე საერთოდ ჩვენ მამა გარდაგვეცვალა ძალიან ადრე. ეს მანქანით გადავიდა ისე მიდიოდა სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აბარიით დიახ გარდაიცვალა. მე ვიყავი საერთოდ 4 წლის და ჩემი პატარა და 1 წლის და ეს დიდები იყვნენ 12-10 წლის და ასე შემდეგ. დედამ გაზარდა, დედამ გაგზარდა, ესე მარტოკა და როდესაც უკვე ყველა თითქმის ფეხზე დაგვაყენა, თვითონაც გარდაიცვალა ახალგაზრდა. მე არ ვიცოდი, მე იტალიაში ვიყავი და უთხრა ჩემებს რომ არავითარ შემთხვევაში არ გააგებინოთო სიმღერა ხმა არ დაკარგოსო. და შემდეგ გამაგებინეს, რა თქმა უნდა, აკადემია, სადაც სწავლობდი, აკადემიის დირექტორი, ისინი ყველანი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ ჩვენთან, რადგან ეგენიც დედას იცნობდა ჩვენი დირექტორი, იმიტომ რომ იყო ჩამოსული მე როდესაც ჩავედი ოზიმოს აკადემიაში, რომელიც ძალიან ცნობილი გახდა დღეს და ძალიან ბევრი ქართველიც იღებს აქ სწავლას. მე ვიყავი აბსოლუტურად პირველი მოწაფე სტუდენტი ამ აკადემიის. და როდესაც მომისმინა დირექტორმა და მეუბნება რომ ამის თანახმები არიან როგორც შენიო, თავის ქებაში არ ჩამომართვათ, იმიტომ რომ უბრალოდ აინტერესებდა მე გამზადებული მომღერალი ჩავედი თითქმის და ჩემი პასუხი იყო რომ ჩემზე უკეთესები არიანო, ძალიან დაინტერესდა და ჩამოვიდა საქართველოში. და როდესაც ჩამოვიდა საქართველოში, იქ დედა მივიდა ოპერის თეატრში იყო მოსმენა ბავშვების და სთხოვა რომ მე იანოს დედა ვარო, ძალიან გთხოვ უნდა მოხვიდე ჩემთან ვახშამზეო. და თურმე გადაუდია ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩემს დირექტორს და მეო იანოს დედას ოჯახში უნდა წავიდეო და აი ეს იყო რომ იქედან იცნობდა ჩვენ ოჯახს და ამიტომ ეს ყველაფერი რასაც ლაპარაკობ რომ იღბალი ყველაფერი ეს ბედი რაღაცა ის ყველაფერი ჯაჭვით დაუკავშირდა ჩემს ცხოვრებას. ამიტომ ძალიან იღბლიანი აღმოჩნდი. არაფერი სასიკეთო არ მოხდებოდა, რადგან მე რო წავედი, ეს იყო სწორედ აი ეს 90 წელი, იანვარი. 2 იანვარს გავემგზავრე აქედან და მე მოხდა რაც მოხდა. ყველაფერი ჩაბნელდა და საერთოდ ეს იყო ყველაზე ბნელი და ესეთი შავი ფურცლები საქართველოს თუნდაც კულტურულ ცხოვრებაში და თუნდაც ეკონომიურ ცხოვრებაში. ეს იყო ძალიან დიდი ესე იგი ჩვენ ვიყავით ყველაზე განვითარებული
ქვეყანა და აღმოჩნდით საერთოდ სადღაც მიწის ფონზე. ეს იყო არ ვიცი როგორ გაუძლო ამ ხალხმა ამ ხელა ტკივილს და ამ ხელა სიმძიმეს ნამდვილად. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯენერაცია ჩვენი თაობისთვის ეს იყო საშინელება, ვისაც სიტყვა არ ქონდა ჯერ ნათქვამი. უფროსი თაობა, რა თქმა უნდა, იმათ თქვეს ეს სიტყვა და მოითმინეს და გააგრძელეს კიდევ. შემდეგ მოღვაწეობა, მაგრამ ჩვენი თაობისთვის ეს იყო საშინელება და ესეც ჩემი ბედი არის, რომ მე 99 წელში მივიღე მონაწილეობა ვინიასის კონკურსში, სადაც არაერთმა ქართველმა აიღო გრან-პრი და საიდანაც ელოდებოდნენ ჩემთვის გრან-პრის ასევე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იქ იყო ლეგენდალური იტალიელი მომღერალი მაგდა ოლივიერო, რომელმაც დაჟინებით თქვა, რომ მე ამ გოგოს პრემიას არ მივცე, მე მივცემ სტიპენდიას 2 აკადემიაში. წავიდეს იტალიაში უნდა ისწავლოს და იქ უნდა დახელოვნდესო. მითხარით ახლა თუ ეს ბედი არ არის. და ასე და ამგვარად მოვხვდი მე იტალიაში. დედა იცნობდა მისი აღსაყდრების ცერემონიას დაესწრო დედა და უყვარდა ესე იგი რაღაც საოცრად ვის არ უყვარდა, მაგრამ აი იცით რა, პატრიარქი კი ბატონო, დირექტორი კი ბატონო, ყველა, მაგრამ ადამიანს უნდა გააჩნდეს რაღაცა გარკვეული შარმი. და აი ეს ბრწყინვალება, ეს ხივი და შარმი ჰქონდა უწმინდეს. და ამიტომ იყო რომ უცებ აიტაცა ახალგაზრდობამ ჩვენი საკმაოდ მივიწყებული და დათრგუნული ეკლესია, იმიტომ რომ კომუნისტების მიერ და ასე შემდეგ. ბებია მყავდა ღუდუშაური, უწმინდესი ღუდუშაური არის და ჩვენ ღუდუშაურები არიან საერთოდ ძალიან პატარა გვარი. ესე იგი ერთი ოჯახი ვართ. და ესეც მოგვიანებით გაიგო უწმინდესმა. და მე გავიცანი, როდესაც სიონში იყო კიდე მისი რეზიდენცია. იქ დავდიოდი ეკლესიაში. ეკლესიები მე საერთოდ ძალიან მიყვარდა. ოკონსერვატორიდან გამოვარდებოდი, ქაშვეთის, სიონი, ეს იყო ჩემი სახლამდე. სანამ მივიდოდი, უნდა შესულიყავი და უნდა დამენთო სანთლები. და ერთ-ერთ სიონში რო შევედი, გოგონათა გუნდი მღეროდა, სადაც დირიჟორი იყო ჩემი თანაკურსელი ეთერ კოხოძე. და ეთერი თქვა, ვაიმე იანო, გეხუწები რა, უწმინდეს, იცი როგორ გაეხარდება, რომ შენ გაგიცნო, ესეთი კარგი გოგო ხარ და იცი როგორ გაახარებ და მოთხარი მერიდება, ეთერი როგორ არა, მოგერიდებაო, ეხლავეო გავიგებო, გაიქცა, უთხრა რომ იანოს უნდაო თქვენიო გაცნობაო და დამიბარა ეს იყო 80-იანი წლები, მე მგონი 80 სადღაც 4 თუ 5 რაღაც ესეთი. 7, არ ვიცი. სადღაც ახლა წლებზე ვერ დავდებ თავს. და აი, როდესაც შევედი ტრაპეზედან პატჟ, არც ველოდი, არც ვიცოდი რა იყო სახელი ტრაპეზი. და როდესაც შევედი და გაშლილ სუფრაზე სტუმრებთან ერთად ფეხზე ადგა უწმინდესი ჩემს მოსასალმებლად და განაფეხზე ადგა და დამელოდა რომ ესულიყავი ჩემსკენ წამოვიდა. ეს იყო რაღაცა აი საოცარი გაკვეთილი ჩემი სამუდამო ცხოვრების. სწორედ ასე იყო, როდესაც საპატრიარქოში როგორც კი ჩამოვიდა საპატრიარქოში ვესტუმრებოდი უწმინდეს, იმაშინ თქვა, რომ ერთ-ერთ ნაწარმოებზე ვმუშაობო და ძალიან მინდაო, რომ შეასრულო, იმიტომ რომ რასაც ვწერო, ჩამესმისო შენი ხმაო. მე ამ ხელა ბედნიერება არ ვიცი რა, არც ერთი დიდი თეატრის მოწვევაში არ განმეცდია, როდესაც უწმინდესმა მითხრა აი ეს საოცრება, რომ შენი ხმა ჩამესმისო. და ეს იყო ამან გადაწყვეტა, რომ თვითონ რა თქმა უნდა ეს უწმინდესის ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ მე მემღერა და როგორ შეიძლება რომ ეს ნაწარმოები არ იმღერო ემოციის გარეშე. ყოველ ჯერზე, უკვე მე რამდენჯერ ვასრულებ, ყოველ ჯერზე თითქოს თავიდან
ვეცნობი ამ ნაწარმოებს. იცით რა უწმინდეს, ყველას გვიყვარს ჩვენი კუთხის ადამიანების წარმატება, ხო ასეა? ნამდვილად უწმინდესაც განსაკუთრებით ახარებდა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს არ იმჩნევდა, იმიტომ რომ ის იყო საქართველოს მამა და არა მხოლოდ ერთი გარკვეული კუთხის. ერთი ფაქტი მინდა რომ ერთი კი რამოდენიმე არის უწმინდესთან მაკავშირებს რამოდენიმე ისეთი განსაკუთრებული ფაქტი. მაგრამ სევდიანი არის ერთი ძალიან არ მინდა რომ ის მოუყვა ის მე მინდა მხოლოდ გითხრათ ერთი რამე რომ უწმინდესი როდესაც ადამიანს არ იყო საჭირო რომ ელაპარაკა ის გრძნობდა გეფიცება იყო მომისმენია ყველასგან რომ ის გრძნობდა ადამიანის განწყობას და სულიერ მდგომარეობას ეს ასე არის ნამდვილად იმიტომ რომ მე მქონდა გაჭირვება ორჯერ ჩემს ცხოვრებაში და ორჯერვე ამოიცნო მაგრამ მე არასოდეს არ ვუყვებოდი მას ერთხელ იყო და მეკითხება გამეორებით მონება როგორ ახარ მოთხრი კარგად მე ყოველთვის ღიმდი კარგად თქვენ უწმინდესობა ჩახარა თავი და კიდე მეკითხება როგორ ახარ ну გელოდები როდის მომიყვები აი ეს იგრძნობდა მის თვალებში და კარგად თქვენ უწმინდესობა კარგად ვარ მეთქი მე მესამე დაღარ უკითხია მიხვდა რომ მე არასოდეს არ მოუყვებოდი მას მაგრამ გრძნობდა და ალბათ მაგით მაგრძნობინებდა რომ მე ვგრძნობ და ალბათ მან უგეშებდა ამით ეს იყო და მეორე კიდე რაღაც საკითხი მქონდა გადასაჭრელი უბრალოდ კითხე რას ფიქრობდა თვითონ როგორ გადამეჭრა ეს საკითხი ეს იყო ისეთი დელიკატური რამე რომ ძალიან ორ იმას შუა ვიყავი რა ქვია ესე იგი მე უნდა დამეტოვა ოჯახი იტალიაში უნდა ჩამოსულიყავი და უნდა მიმეცა მთელი ჩემი ენერგია და დრო აი იმ საქმისთვის რისთვისაც მთხოვდნენ რომ ყოფილიყავი რაღაცა გარკვეული და უწმინდესთან მივედი რომ აი თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ გადავწყვიტო მეთქი და არ მითხრა რომ არ მიიღო ეს გამოწვევა რაღაც არა და ხო არ იცოდა უბრალოდ სიტყვებით მიგახვედრებდა და შენ უნდა გამოგეცნო როგორც ენიგმა რომ შენ უნდა გამოგეცნო რასაც გამოცანასავთი იყო მისი სიტყვები კარგია საქართველოში ჩამოსვლა მაგრამ სიმღერას არ გაანებო თავი აი ეს რომ მითხრა სწორედ იქ მივხვდი რომ შენ თუ ამას საიღებ სიმღერა დაივიწყე და სიმღერას არ გაანებო თავი და ამან გადამაწყვეტინა რომ უნდა ყოფილიყავი შორს ამ დია არ ვიცი გული ყოველს წყდება და გვაქვს მეტნაკლებად ყოველს ძალიან სერიოზული გულის წვეტები ჩემი პირველი ფიქრი მიდის ისევ დედასთან ვისი წყალობითაც ვარ ვისი წყალობითაც მოვედი ამ ცხოვრებაში ვისი წყალობითაც დღეს მე ვარ იანო და მას რომელსაც ძალიან სურდა რომ მე დიდ სცენებზე ვენახე ის ვერ შეძლო მხოლოდ შეძლო ის რომ ბალმასკარადი 99 წელს მქონდა 1999 წელს თბილისის თეატრში და აი ის მახსოვს რამხელა ბედნიერება იყო მისთვის და უბრალოდ ჩემი დიდი სურვილი იყო რომ უცხოეთში ჩემთან ყოფილიყო და მას ეს სიამონება განეცა და რისთვისაც მან იბრძოლა აი ეს ძალიან გული მწყდება ძალიან ბევრ რაღაცებზე შეძვალო დიახ და ეს ყველაზე დიდი გულის ტკენა და გულის წყვეტა რაც ამაქვს ეს არის დიახ რა თქმა უნდა ოპერაში იციან თუ არ იციან ხელოვნებაში რატომ ჩანს ასე ძალიან მაგრად იმიტომ რომ ხელოვნებაში
ეს ვართ ძალიან ესეთი პუბლიკის ხალხი ვართ ჩვენ პუბლიკა ხალხი ეს ყოველთვის ჩანსა და ინტრიგები ყოველთვის არის. თავარია რომ მე არაფერი არ გამიკეთებია არავისთვის, არავით არა ინტრიგა და სხვამა მიიგეთონ პირიქით მე ძალას მაძლევს ეს. ესე იგი, ჩემი ოჯახი არის ძალიან აი მინდვრის ყვავილს შეიძლება რომ შევადარო. აი ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან მეგობრულები ერთმანეთში სამნი ვართ, მეოთხე ძაღლი ყავს. იტალიური ნაკაზი მგელს მეძახი, იტალიური მგელი. ძალიან ლამაზი ოჯახი მყავს. ჩემი მეუღლე არის ბარიტონი, ასევე ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი. ჩვენი შეხედულებები რაღაც ცხოვრებაზე აბსოლუტურად არ ჩავრთე საოპერო ხელოვნებაში. მე სახში არასოდეს არ მღეროდი, რომ მას არ ეგზნო, რომ აი დედა მომღერალი. არა, მე დედა. და ვიყავი ყოველთვის დაკავებული დედის როლში. ჩემი ქმარი კი მღეროდა ოჯახში, სახლში, მაგრამ მე არასოდეს არ მღერე. მე ყოველთვის მივდიოდი გარეთ, პიანისტის სახლში, ან კიდე თეატრში და მხოლოდ იქ ვიყავი პროფესიონალი. ჩემი შვილი, ხო, და რა მინდოდა მე თქვა, რომ ჩვენი მოგზაურობიდან გამომდინარე, ვამოგზაურებდი ჩემ შვილსაც და ძალიან გახსნილი არის რაღაცნაირად ძალიან შეუყვარდა იაპონიაშიც მყავდა 24 წლის არის იაპონიაშიც მყავდა და შეუყვარდა ძალიან ეს ქვეყანა და დღეს სწავლობს 11 წლის იყო როდესაც უკვე კოლეჯში გავაგზავნეთ ინგლისში ირლანდიაში და ყველა მოიარა მთელი ინგლისური ქვეყნები და ამიტომ ესე იგი მოგზაურობას უკვე დაჩვეულია როგორც ჩვენ. და დღეს სწავლობს ფლორენციის უნივერსიტეტში ინგლისური და იაპონური ენები და ლიტერატურა, მათი ისტორია. ხასიათი უნდა ჰქონდეს ზუსტი, რომელ სპეციალობასაც ირჩევ. ჯერ უნდა იყო ძალიან ჯერთი ძლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ არ მორჩება არასოდეს სილების გარტყმა მე ვიძახი ფიზიკურად არ ვიძახი არამედ დაბრკოლებები მოდი ასე ვთქვათ რომ დაბრკოლებები არასოდეს არ მთავრდება დღესაც აი მიუხედავად იმისა რომ მე ვარ უკვე რაღაცა გარკვეულ საფეხურზე მაგრამ დაბრკოლებები ყოველთვის არის უნდა იყო ამისთვის მზად და ამისთვის არის საჭირო ხასიათი ამიტომ ვიძახი მე უღრმესი მადლობა რომ გამოყავით დრო რომ ეს ინტერვიუ მოისმინეთ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ საქართველო იყოს ყოველთვის ძლიერი